მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTV-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს. ქართული ფეხბურთის შესახებ ზედიზედ მესამე წელი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიყვებით სლოვაკეთში, ქალაქ ჟილინაში, სადაც დღეს აიღებს სტარტს ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურას გთხოვთ გამოიწეროთ GeoTV-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით საქართველოს პოლონეთის წინააღმდეგ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე. წავედით! თამაშამდე დარჩენილია 3 საათი, ცოტა მეტი და ამ ზონას აჩვენებს. UEFA-ს ზონაში ვიდეოც, სადაც საქართველოს დროშებსაც ხედავთ, არ იქნება დღეს სვლელობა. თუმცა ის არის ადგილი, სადაც ქართველი ფანები იკრიბებიან და ნახოთ აბა რამდენი იქნებით, ვფიქრობ საქართველოსდან ჩამოსულებიანი და მაგის გარდა მეზობელი ქვეყნებიდან ავსტრია, უნგრეთიდანაც იქნებიან გადასული. მოდი ვნახოთ რა სიტუაცია დავგვხვდება ახლა UEFA-ს ფანზონაში. როგორ ახახს, არა. ზედიზედ მესამე ზაფხულს ვიწყებთ, როცა ევროპის ჩემპიონატს არ აკრება, საქართველოს ნაკრები ეროვნული იქნება U21 და აი როგორი განწყობა ამ ტურნირში თუ წინა ორ ტურნირს შევადარებთ. ხო, ჯერ სანამ ორი ტურნირი იქნებოდა, იქამდე ოცნებები იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფილიყავით. ჩვენ შევძელით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა საქართველოს ნაკრები და მოდი ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა გულშემატკივარმა უკვე მესამე ევროპის ჩემპიონატზე შეძლო დასწრება და ესე ძალიან მაგარი რამ არის. 21 წლამდელთან ნაკრებმა ნამდვილად დაიმსახურა, აქ მოხვედრა, აქ თამაში, მთელი შესარჩევის ეტაპის მანძილზე ღირსეულად თამაშობდნენ ბიჭები, აქ მონაწილეობა არავის არ უჩუქებია. ჩამოვედით აქ და ვფიქრობთ, რომ დღევანდელ თამაშით წარმატების ძალიან დიდი შანსი გვაქვს. პოლონეთს ვეთამაშებით, არ ვფიქრობ, რომ რაიმეთი ჩვენზე მეტად ძლიერი ნაკრებია. პირველი თამაშია, სენსაციები ხდება და ამ სენსაციების მონაწილე ჩვენც ბევრჯერ ყოფილვართ. თუ გავიხსენებთ ჩარშანდელ ევროპის ჩემპიონატს, იმის მაგალითიდან გამომდინარე, ნამდვილად შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა. დღეს ალბათ ყველაზე მაგარი შანსი გვაქვს, რომ მოვიგოთ. კომაგებს რაც შეგვეხება, ჩამოვედით დაახლოებით 70-მდე ადამიანი. შემდეგ თამაშებში ვფიქრობ, რომ მოგვემატებიან. და ჩვენი ხმა ტრიბუნებიდან საკმაოდ ხმამაღლა გაისმება. ჩვენ პირდებით ყველას, ვინც ეკრანებიდან მიადევნებს დღევანდელ თამაშს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიმცირეში ვიქნებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება, ჩვენ თავს არ დავზოგავთ და ერთი ადამიანი 10 ქართველის საქმეს გააკეთებს. ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ და იმედია, რომ ეს ჩვენი მაქსიმუმი წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდება. Zaczynamy z teamem Polska. Na numer číslo 1 Kacper Kobiasz. დახურება დასრულებულია, მეგობრებო, მალე დაიწყება თამაში ადგას 15 წუთში. შეგახსენებთ, რომ ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ყურება პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ სეტანტა სპორტზე და სეტანტა სპორტზე ჩვენ გვაქვს სპეციალური პრომო კოდი თქვენთვის GeoTV 30 თუ გამოიყენებთ რეგისტრაციისას, მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას, ასე რომ შეიძლება ეს პრომო კოდი გამოიყენოთ. რაც შეეხება გარემოს, არის ესეთი სიტუაცია თამაში დაწყებამდე, რა თქმა უნდა, სტადიონი არ არის სავსე და არც იყო მოლოდინი, საკმაოდ ცივა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, რაც აი მიხეილ მეცხრეს სტადიონის ვაიბი მოაქვს უკან. ესეთი გარემოა, რაც
კლიმატზე ახდენს გავლენას. მატჩის დასაწყისში გადავრჩით მეგობრებო, კუთხურიდან პოლონელმა ძელს გაგვირტყეს. სწრაფი მომენტი შეგვიქმნეს. იმედია დავასტაბილურებთ თამაშს და პირველ სახიფათო მომენტს ჩვენც მალე შევქმნით. პირველი ტაიმი დასრულებულია 0-0 პოლონეთსა და საქართველოს შორის უგოლო ფრე მასპინძლებმა, ნომინალურმა მასპინძლებმა პოლონელებმა აქტიურად დაიწყეს თამაში და ორჯერ ძელს გაგვირტყეს, გადავრჩით, თუმცა დროის გასვლის შემდეგ თამაში დასტაბილურდა, მაგრამ სამწუხაროდ სახიფათო მომენტი არ ვქონია, კარშიც არ დაგვირტყამს. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. ეხლა კი წამოდიოდა ვნახოთ რა გველოდება მეორე ნახევარში, სკამზე ყოს ფეხბურთელებისაც შეუძლიათ შეტევის გაძლიერება და იმედია რამასვანიძის გუნდი მეორე ნახევარში შეძლებს გოლის ან გოლების გატანას. მეორე ტაიმი ჩვენთვის ძალიან კარგად იწყება 55 წუთზე კუთხურიდან ნოდარ ლომინაძის გოლით დავწინაურდით. იდეალური დასაწყისი მეორე ტაიმის. იმედია ესე გავაგრძელებთ. საქართველო იგებს 1-0. სამწუხაროდ გოლის ავტორი აღგრძელებს თამაშს და ხედავთ როგორ განიცდის მეხი ტყივა. Substitution for Team Poland. სამწუხაროდ მატჩის 73 წუთზე 1-1 პენალტიდან გაათანაბრა პოლონეთმა ანგარიში. ყველაფერი იწყება თავიდან. კეთ შეიძლებოდა ამ მომენტის გამოყენება. მატჩის 94 წუთზე ვასილიოს გორდესიანის გოლით ვიგებთ 1-2. ბოლო წუთზე გეიმ ვინერი შენ გენაცვალე.
Guadak! Ladies and gentlemen, the other match results today. Team Slovakia, Team Spain, 2-3. The game was played in Bratislava. Ďalšie výsledky zápasov dnes Slovensko, Španielsko 2-3 stretnutie sa hralo v Bratislave. Team Italy 1, Team Romania 0. Game was played in Trnava. Taliansko, Rumunsko 1-0 stretnutie sa hralo v Trnave. And the match played in პირველ რიგში ემოციურად ვარ დაღლილი მართლა. გულწრფელად რო ვთქვა, ჩვენთვის ფრე არასასურველი შედეგი იყო. იმის მიუხედავად, რომ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, პირველი სამოხმო ავიღეთ და მოვახერხეთ ჯერჯერობით ლიდერობა, რადგან მეორე თამაში ფრედ დასრულდა და ვაპირებთ, რომ აუცილებლად ყველაზე დიდი მიზნებისკენ ვიაროთ და ჩვენი ეს ბოლო წუთები, ბოლო წამები რაც იყო, ალბათ იმის გამოხმაურება არის პირველ რიგში, რომ ჩვენ ძალიან დიდი ერთიანი ძალა ვართ და მადლობა ბიჭებს, მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, რომლებიც ჩამოვიდნენ, მადლობა თქვენ გულშემატკივრობისთვის და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი სიხარული. შესვენებაზე რა ითქვა, ორი განსხვავებული ტაიმი ვნახეთ. მოდი მართლა ერთად გარდა იმ ორი კითხვას გავაერთიანებთ მაშინ, მაგრამ ორი ამბავი. რა იყო რამასვანიძის დავალება, რაც მოედანზე შესვლამდე მოგცათ? პირველ რიგში ხო გაგვიძლიერებინა დაცვა, გაგვიძლიერებინა შეტევა, მოგვემატებინა უფრო სისწრაფეები და ეს ერთიანობა რაც შეინარჩუნეს ბიჭებმა და თამაში იგებდნენ, შეგვინარჩუნებინა და დავალება რაც იყო მოცემული პირველ ტაიმშიც, იგივე გაგვიძლიერებინა მეორე ტაიმში. კარგად ახალგაზრდა. არც არც ვერაფერს უბრალოდ. თამაშის სცენარი რამდენად წარიმართა ისე როგორც დაგეგმილი ჰქონდათ? შემართლა გითხრათ, კი, დაგეგმილი მქონდა, რომ ვიცოდით, რომ პრესინგზე მოდიოდნენ ძალიან მაღლა. ფიქრობ, რომ ძალიან კარგად გავაკეთეთ ის დავალება, რაც მოგცამ ჩვენმა მწვრთნელმა და სასიხარულოა, რომ მაინც ბოლო წუთზე ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა ყველაფერი, მოვიგეთ, პირველი სამი ქულა ავიღეთ, ჯერჯერობით პირველ ადგილზე მივიწევთ და ვიმედოვნებ, რომ ესე დამთავრდება ჩვენი ჯგუფი, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. თუ არ მეშლება შეცვლა იქნება მეორე ტაიმში. ხო, უკან მქონდა ეს კუნთის დაჭირება ვიგრძენი, მაგრამ მე გამიშვა და კარგად ვიყავი რა ესე ვთქვათ. გორდიზიანის გოლის დროს რა იგრძენი შენ შეტყვით რა ვიხდე? სასწაული გზნობა იყო, ემოციებით აღსავსე ვიყავი, რადგან მაინც ეს ბოლო წუთებზე გამარჯვება სულ სხვა ემოციაა, სულ სხვა გზნობაა და მადლობა მინდა უთხრა ჩვენ ბიჭებს, რომ ბოლომდე თავდაჯერებულად იბრძოლეს, აჩვენეს ქართული სული და გული და სამი ქულა წამოვიღეთ პირველ თამაშს. თუ გულშემატკივრობა გქონდა სტადიონზე, რამდენად გრძნობდით ამას თქვენ? სასწაული გარემო იყო, ყოველთვის სასწაულ გარემოს ქმნის ქართული გულშემატკივარი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ აქ მოსვლისთვის და მადლობა მინდა უთხრა, ვისაც საქართველოსთან გვიგულმაშოტკევა გულშემატკივრობდა და შევეცდებით, რომ იგივე თამაშები ვაჩვენოთ და უფრო უკეთესიც და პირველი ადგილით გავიდეთ საერთოდ ჯგუფიდანაც. გილოცავთ რა ემოცია გქონდა იმ მომენტში, როცა გოლი გაიტანე და თამაშის საფინალო სასწრაფის შემდეგ? ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოეხმარე გუნდს რომ მოვიგოთ. ძალიან დიდი ემოცია ეს პირველი თამაში ევროპაზე და ბედნიერები ვარ და ეგრე უნდა ვიყოთ ბოლო თამაშებში. გონი 22 ნომერ საქართველოს ნაკრებში მოხდა ბედნიერება. შენ და გიორგი მიქაუტაძეს ერთნაირი ისტორია გაქვთ. საქართველოს შვილები, თუმცა უცხო ქვეყანაში დაბადებულები. როცა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღე, ამ მომენტზე ოცნებობდი? არა, ვაფშე არა. ფიქრობდი, არა, ვერ წამოვიდგინე და აი აქ სადაც ვართ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. და უნდა მივუშაოთ, იმიტომ ჩვენზე ვთამაშობთ, ჩვენ ნაკრებში, საქართველოზე და უნდა 100% ვიყოთ სულ. გულშემატკივრაზე რას გვეტყვი? როგორ? გულშემატკივრაზე, კომაგებზე რას გვეტყვი? ფანებზე. ველოდებით უფრო მეტი მეორე თამაშებზე, მაგრამ ძალიან კაია, რომ ჩვენთანაც არიან. კი, ვართ ერთი ოჯახი და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ მომეხმარეთ ძალიან ბიჭებმა, როცა მოვედი და არ ვიცოდი ესე ქართული როგორ ახლა
და ნელ-ნელა ვისწავლე რაც ვიცი და ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა. რა შევჭი შენ ქართულს? დამოვიწყდაო და. რაც ვიცი ვლაპარაკობ ახლა. დიდი მადლობა. გიყვარს ბომბარდირი. მიყვარს ძალიან. ყველაფერი ჩვენ ვიცოდით მართლა რო თქვა, კარგად რო ვითამაშებ და შეგვიძლია მოგება სულ და რა უნდა ვთქვა, მოვიგეთ 2-1. შეიძლება მართლა რო თქვა, რომ არ ავიღეთ პენალტი, მაგრამ ეს ემორჩა და 2-1-ით 1-0, 2-0 რო იყოს, შემთხვევით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მაინც 2-1 და მოვიგეთ. თითქმის 1 წელი არ თამაშია და 8 თვე. ალბათ ეს იყო დღე, რომლისთვისაც განსაკუთრებით ემზადებოდი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო აი ამ პროცესში რამასვანაძის გვერდში დგომა დარწმუნება, რომ შეიძლება გქონდათ კომუნიკაცია. ხო, არა, ჩვენ ვლაპარაკობდით ტრამა რომ მქონდა რეაბილიტაციაზე, სულ ვლაპარაკობდით, ტელეფონზე ვიყავით მესეჯები და ძალიან მინდოდა და ყველაფერი აი ემპოლში რო ვაკეთებდი ეს რეაბილიტაციას, ძალიან კარგად გავაკეთე და იმედი მქონდა და ემპოლშიც იციან რომ მინდოდა აქ რო ვითამაშო ევროპაზე და 100% მინდოდა და ვითამაშე. პირველი თამაში რო არის ეს მეორე თამაშია, პირველი რუმინეთთან რო გავაკეთეთ, ამხანაგური 45 წუთი მარტო გავაკეთე, ხო? მაგრამ ეხლა მეორე თამაში რო გავაკეთო 90 წუთი, ეს შემთხვევით ძალიან კარგია და ფეხები კარგად რომ აქვს, ესაა ყველაზე მაგარი. საბა, რამდენად კომფორტული იყო დღეს საბას ერთად წყურში თამაში, შენ ამდენი თამაშია, რადგან ერთად და რამდენად კომფორტული იყო წყურში თამაში ერთად? არა, ჩვენ უკვე ხო თამაშობდით ბევრჯერ და შვიდად თამაშობთ. თავარია ყველა გუნდი რო თამაშობს, იმიტომ რომ მარტო ჩვენ ორი კი არ ვართ. ძალიან მიხარია რომ ჩვენთან იყვნენ კომაგები რომ მოვიდნენ, იმიტომ რომ მართლა რო თქვა, კომაგებიც ძალიან ბევრჯერ მომწერეს, შემეკითხეს, სულ ტელეფონზე ვიყავით და სულ ჩემთან ლაპარაკობდნენ როგორ ვარ, თუ შემიძლია და სულ მეუბნებოდნენ რომ ჩემი იმედია და უნდათ რომ ვითამაშო. და მე სულ ლაპარაკობდი რომ ძალიან მინდა აქ რომ ვითამაშო და ეხლა ეს მეორე ჩემპიონატი ჩემთვის ევროპის რო არის ძალიან მაგარია, ძალიან მიხარია. ესეც ასე მეგობრებო, პირველი ვლოგი სლოვაკეთიდან ევროპის ჩემპიონატიდან დასრულებულია. პოლონეთთან გამარჯვების შემდეგ ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერები ვართ, საფრანგეთი, პორტუგალიის ფრის შემდეგ. ამ ბედნიერ ნოტაზე გთხოვთ რომ ჩვენი არხი გამოიწვიოთ, მოიწონოთ ეს ვიდეო. მიულოცოთ ერთმანეთს კომენტარებში გამარჯვება და დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე. დაგიბრუნდებით საფრანგეთის ვლოგით.